ქართული ოცნების მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია სწავლობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს და ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებულად სოციალურ ქსელში ამ კომისიასთან დაკავშირებით გამოხმაურებები ვრცელდება Facebook-ზე. ძირითადად განსაკუთრებით მღელვარება გამოიწვია ორი გენერალის ზაზა როგავასა და მამუკა ყურაშვილის გამოკითხვას. პარალელურად კომისიის სხდომის დროს იმართებოდა საპროტესტო აქცია და პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნება ცდილობს ომის დანაშაული საქართველოზე გადაიტანოს. დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა საპროტესტო აქცია, ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა საპროტესტო პოსტები. მამუკა მდინარაძემ ამის ფონზე ქართული ოცნების წარმომადგენელმა გამოაქვეყნა Facebook-ზე პოსტი, რომელსაც მე წაგიკითხავთ, ძალიან მწარე სიმართლე, ორი დღეასრული ისტერია კოლექტიურ ნაცმოძრაობაში. გასაგებ მიზეზთან ერთად მათ ძალიან აწუხებთ კომისიის გამოძიება აგვისტოს ომის თემაზე, სადაც დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე. ამას თავად დავალების მიმღები გენერალი გოგავაც ადასტურებს. ნაციონალურმა მოძრაობამ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად არ გააფრთხილა კოდორის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, რითაც სიკვდილისთვის გაწირა საკუთარი ქვეყნის ათასობით მოქალაქე. ომიდან 2 თვის მანძილ თავზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც აღიარეს ომის დაწყება, ქართულ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულის შესაბამისად. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანწუხელიძის სახელს ეფარებიან, არიან ანწუხელიძისა და სხვა გმირი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების მხარდამჭერები რუსების სასარგებლოდ. დაწერა მამუკა მდინარაძემ Facebook-ზე. როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა აგვისტოს ომის განხილვას, კვლავ გახდა დისკუსიის საგანი და სამხედროები და ასევე დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათ შორის არის ჯონი ბაძაღუა, სამხედრო 2008 წელს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლიდან დაწყებული რიგითის ჩათვლით მომხდურს როგორც ყოველთვის ღირსეულად დაუხვდა. მთელმა არმიამ იბრძოლა მამაცურად და შესაძლებლობის მაქსიმუმზე. არ მოვაწერეთ კაპიტულაციას ხელი და დედაქალაქის თავზე არ აფრიალდა რუსული დროშა. ახლა კი რასაც ვუყურებთ, ეს არაფერია თუ არა სამშობლოს ღალატი. მე როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებით რიგითი ჯარისკაცი, ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე და 2008 წლის ომში მონაწილის შვილი, არასოდეს სანამ პირში სული მიდგას, არ მოვიხდი ბოდიშ მტრის წინაშე. დიდება ჩვენს გმირებს მიწაში და მიწის ზემოთ. დიდება საქართველოს თავისუფლებას. წერს ჯონი ბაძაღუა Facebook გვერდზე, ასევე ლუხუმი ჭალისეული, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი. მე ლუხუმი ჭალისური ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, 2008 წლის ომის ვეტერანი. იმ ომის, რომელიც რუსეთმა დაიწყო და დამნაშავეც მხოლოდ ის არის. მე არც ერთი წამით არ დამიზოგავს თავი ჩემი სამშობლოსთვის და ყოველთვის ურყევად ვიცავდი და დავიცავ ჩემს ქვეყანას, რადგან ამ ქვეყნის ჩემი და თქვენი შვილებისთვის ფიცი მაქვს დადებული და მას არასდროს გადავალ. ამ ომის საქართველოსთვის დაბრალება და ისტორიის გადაწერის მცდელობა კი როგორც ამ ქვეყნის, ესე მისთვის მებრძოლი თითოეული ადამიანის შეურაცხყოფა, სამხედროების შეურაცხყოფა კი უპატიებელი ქმედება. წერს ის თავის Facebook გვერდზე, ასევე საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძეც აქვეყნებს ვრცელ სტატუსს და აფიქსირებს თავის პოზიციას. ბევრჯერ მithქვამს და რამდენჯერაც საჭირო იქნება, სულ გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე. ომი რუსეთმა დაიწყო. რუსეთის სხვა წლებშიც გვეომებოდა მტერი რუსეთია, რომელიც ხშირად იყენებს სეპარატისტებს შიდა მტრებს. ყველა კამათი, რაც ჩვენს შორის ჩაღდება ომის თემაზე, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. დაწერა გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ და ასევე კიდევ ერთი გმირის შმაგი სოფრომაძის მეუღლეც აქვეყნებს Facebook-ზე სტატუსს. 2008 წლის აგვისტოში ცხოვრება თავზე ჩამომენგრა 24 წლის ასაკში და 2 მცირეწლოვანი შვილით მარტო დავჭი და არ ვიცი ცხოვრების გაგრძელება როგორ მოვახერხე. ამ ქვეყანას შევწირე ყველაზე ძვირფასი ჩემთვის. მეუღლე, შვილები დამიობლნენ. ოჯახი საკუთარ ქვეყანაში დევნილებად ვიქეცით, რაც მთელი ცხოვრება უშრომიათ ჩემ მოხუც ბებია პაპას ერთ დღეში ნაცრად ექცათ. რუსეთი მტერია და მტერია ყველა ვინც მისი ეგოს მოსაფხანად დღევანდელ მასკარადს მართავს. ის რაც ამ დღეებში ხდება ბოროტება. დაწერა თეა ტაბატაძემ შმაგი სოფრომაძის მეუღლემ, რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალს, ეგრეთ წოდებულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი დაელოდებიან შედეგებს კომისიის ერთგარეშეა, რომ დამნაშავეები, რომლებსაც სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში წილი მიუძღვით, რომლებმაც სამხრეთ ოსეთში შეჭრისა და მშვიდობის ყოფილებზე
თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევ როგორც ოს ხალხთან მიმართებით გენოციდის აქტების გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები უნდა დაისაჯონ. მკითხულობთ ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.